ზაფხულის ციებცხელება მოვიდა, მეგობრებო. ის დროა, რომ გავეშუროთ ზღვისკენ. Let's go. პირველად ზღვასთან მილა. ორჯერ დავიჭირე, მეგობრებო. ფილიალი იხსნება ბათუმში. მოკლედ დღეს მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას, სადაც ბევრი წლის წინ ვართ ნამყოფი, ოღონდ მხოლოდ მე და თეო. არც კირა ნამყოფი, არც მილა, იმიტომ რომ მაშინ დაბადებულები არ იყვნენ. ასე რომ, ეხა ჩავლაგდებით ჩვენს ახალ საოჯახო ავტომობილში, რომელიც ეს გამოიყურება და დავაწვევით პირდაპირ ციხის ძირში. ამასობაში გიორგი დანელიას შვილი DJI Fly კარტის ელემენტებს ამოწმებს, აი. ჯართი мама, ხო, აი, ერთი ხაზი აკლია, თორე დატენილია. ერთ-ერთი ახალი ოჯახის წევრი, რომელიც შემოუერთდა ჩვენს სახლს, ეს გახლავთ, აი ეს EcoFlow Power Ocean-ი, ეს კირა, რაღაცას გვაჩვენებს, ნიღავს. და ეს Power Ocean-ი რეალურად უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოთ მზის პანელებთან ერთად კონდეს ელექტროენერგია სრულიად უფასოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში. რა მოლოდინები გაქვს ზღვასთან დაკავშირებით? ძალიან მიყვარს რომ მაგემ ხანდახან ვიხჩობი. მოკლედ კირას შარშან აქვს ოკეანე ნანახი მხოლოდ გემიდან, მაგრამ ეს ზღვაზე არ ყოფილვართ დიდად. ნუ ამაზე საუბარი ზედმეტია. ეგ არის ბავშვების ჩატენვა და წავიდა. მოკლედ ესეც ასე მეგობრებო, ცოტა შევისვენეთ. რაც შეეხება ჩვენს მანქანას, არის პლაგინ ჰიბრიდი Jetur T2 პლაგინი. როგორც ხედავთ, სივრცეს მანქანაში არის საკმაოდ დიდი. მონიტორი, არ ვიცი, მეორე მონიტორი, დასაჯდომი, აქ სათავსოები, ყველაფერი ოჯახისთვის არის მართლაც რო იდეალური. მილა, შენ რა სიტყვი? დავიძრათ ეხა, თორე დაღამდა. ვერ ჩავაღწევთ ზღვამდე მეგობრებო. მოგესალმებით კასტელომარეში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეხა ჩანთებს ჩამოყვით, დავლაგდებით და ეგრევე სხვაში ვტუნდრავს თავს. გადაიხედე ეს ზღვის ხედზე, მოდი უცებ გადავიხედოთ, სანამ შევალ. მოდი, ბედრიერი ქალი, მოდი. Let's go. ბავშვ, ოცნება უხდა, 2 წელია ზღვას მეხვეწება თუ 3. ვაგვეღირსო მეგობრებო, რა ბედნიერია. გამოვედით. მოკლედ ვიდეოს დასაწყისში არ ვთქვი, მაგრამ როგორც უკვე მიხვდით და დაინახეთ, კასტელომარე მას მიძლობს, აქ როგორც ვთქვი, ვიყავით დაახლოებით 4-5 წლის წინ. ძალიან კარგად მახსოვს აქაურობა, ძალიან ტკბილ მოგონებად მახსოვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ჩვენ ბავშვებთან ერთად, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც კი არ იყვნენ, ვეროდით რომ მაგარ მოგონებებს შევქმნით ჩვენი ოჯახისთვის. მოგესალმებით ჩვენს სასტუმრო ნომერში. როგორი ნომერია? ხო არ გადმაო? წამო! აი ესეთი ნომერი გვაქვს მეგობრებო. ვაუ, შეხედეთ რა ხდება. რა მაგარი ხედი გვაქვს. პირდაპირ ზღვაზე. და აბა როგორი არის განსხვავება 7 წლის მერე ბავშვების გარეშე რო ვიყავით აქ და ეხლა? უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დამშა ეხლა, არ ვიცი რატო, იმიტომ რომ მონატრებული ვარ მეგონი. ეს რა ლამაზი კუთხე არის, ნახე. აქ გვაქვს ესეთი სველი წერტილი და აქეთ გვაქვს საძინებელი. აი. ვინ არის ცომი? სომი, ვაიმე რა დაარტყა კამერას. ლამაზესი, უცნობილესი კასტელოს. აი ესეთი სივრცე. ერთი სული მაქვს რომ მილა გამოვიყვანო და ჩავაგდო ამბათებს. მე კირას დავაცხრები თუ შეიძლება. შეიძლება მეც ჩამოვიდე? აბა სად გავარდი? ვაუ! მაგარია დასვენება. ჩემი ადამიანებს ცოტა გავიწყდებათ. ცოტა ვორკაჰოლიკებს გულისხმობ. ჩემი мотиваცია ამ შემთხვევაში პირველ რიგში არის ხოლმე ოჯახი რა. ოჯახთან ერთად დასვენება აღარაფერი არ მერჩევნია და პლუს მინდა რომ ჩემო ოჯახმა დაისვენოს. მაგრამ როდესაც კიდე წამოიზარდა ეხლა და ხედავ მის გამოცდილებებს, ძალიან ვცდილობ რომ ის მთის სიყვარული, წყლის სიყვარული, ბუნების, არ ვიცი, ხეებს, მცენარეებს ყველაფრის სიყვარული გამომუშავება მოასწროს. ეს ბუნებრივად არ ხდება ხოლმე. ქალაქში როდესაც ცხოვრობ, განსაკუთრებით რო ხვდები რომ ბავშვობაში რო არ მიმეღო ყველაფერი, მე ვერ მოვასწრებდი და ეგ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ აი სკოლის ასაკში უნდა მოვასწრო ადამიანმა რა. როგორ უნდა შემაბრუნო? 1 2 3 და ნახე რა ლამაზი მზის ჩავსლა მეგობრებო, ძალიან მომწონს.
საუზმისას, ვახშმისას, ну, ჭამისას ყოველთვის ვცდილობ, რომ დავჯდე ხოლმე მილას საპირისპირო მხარეს. იმიტომ რომ ამისი ჭამის პროცესის ყურება არის ყველაზე მაგარი ატრაქციონი, რაც კი შეიძლება გქონდეს. ნახე რა გეში. ეხლა კი მოდი საყოს ვიხოთ. დილამშვიდობის მეგობრებო, დაგვათენდა ამასობაში და წინ ვინ გარბის ღვისკენ აბა გამოიცანით. რა თქმა უნდა, კირა. მაგრამ ასევე დღეს მილა პირველად ნახავს ახლოდან და შეიგრძნობს ზღვას. დიდად არ მოწონს ეს შორიდან რო იყურება მე მგონი. ოკი. მოგეწონა? კირა, აბა სად მიდიხარ? აი, ესეთი ჩასასვლელი ყოფილა. პირველად ზღვასთან მილა. აბა, მონადრებულო. ვაუ. მოგეწონა, მამა? ვაი. ვაა, როგორი განსხვავებული ქვებია, ნახეთ, ეს როგორი ფერია. ეს მართლა ერთმანეთზე არის შეკერებული რაღაცა უცნაურად. ო, კრაბები. ეხლა სპეცოპერაცია კრაბის დაჭერა. აბა წავიდა. სპეცოპერაცია. ოპა, დავიჭირე. აბა დედიკოს აჩვენა. აი, ნახე როგორ კვენს. ხედა როგორ უკმინა. გევანდელი ზღვის სესია მიწურულს მივახლოვდა, აუ რა შვები. და ალბათ ერთ ტომარა ქვებს წამოვიღებთ აქედან ქოშიგორაზე მე და კირა. ეხლა ავალთ ჩვენ ჩავლაგდებით და დავუმიზნებთ პირდაპირ აი იმ ადგილს. სულ რამდენიმე დღეში ბათუმელებს და არა მარტო ბათუმელებს ნებისმიერ ადამიანს აქეთ ხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ DJI-ის, EcoFlow-ს, Insta360-ის და კიდე ბევრი საინტერესო ტექნიკის დათვალიერება შეძენა შეძლოს ბათუმში. მოკლედ, CopterTech-ის პირველი თბილისის მერე ფილიალი იხსნება ბათუმში. წარმოიდგინეთ 2018-ში გავხსენით ჩვენი პირველი ფილიალი თბილისში და ეს ფილიალი დღემდე რა თქმა უნდა არის აქტიური და ერთადერთი ადგილია ჯერჯერობით, სადაც კოპტერის სრულყოფილი არჩევანი არის, მათ შორის EcoFlow, Insta360 და DJI-ის პროდუქციით და ეხლა პირველად გაიხსნება ახალი ფილიალი გარდა თბილისის, რომელიც იქნება უკვე ბათუმში. ანუ დრონების შეკეთების და არა მარტო დრონების ტექნიკის შეკეთების სერვისის დაემატება, სადაც ჩვეულებრივ იქნება შესაძლებელი შეკეთდეს, არ ვიცი, დრონი, 360 კამერა, თუ სხვა ასე შემდეგ, ან პლუს საგარანტიო ამბავიც ადგილზე მოგვარდება. ონლაინ შეკვეთები ჩათვალეთ, თითქმის უფრო შემოდის ბათუმიდან. ამიტომ ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ უფრო ახლოს ყოფილიყავით ჩვენს მომხმარებელთან, პლუს სრულყოფილი სერვისი რომ მივაწოდოთ, თავის კონსულტაციით, after sale-ით და ყველაფრით, უმჯობესია რომ ვიყოთ აქვე. მოვედით გამსახურდიას ქუჩაზე, იგივე ლენინის ქუჩა, ყოფილი ლენინის ქუჩა, ვინც ბათუმელი ხართ, ალბათ გეცოდინებათ, ხოლო ჩვენი სივრცე CopterTech-ი გაიხსნება აი აქ. იმედი გვაქვს, რომ აი ეს მწვანე რაღაცეები ცოტა ხანში მოშორდება და აი აქ ცოტა ხანში ნახავთ CopterTech-ის აბრას. ეს არის ჩვენი სივრცე, სადაც მალე გაიხსნება CopterTech-ი. ხოლო აქედან არ ვიცი, რაღაც 100 მეტრში არის ერასმოედანი, ვინც არ იცით კიდევ კარგად ეს ადგილი, მაგრამ აქაურეს დარწმუნებული ვარ, კარგად გეცოდინებათ ეს ადგილი. ეხლა მოდი შიგნით შევიხედოთ, იმიტომ რომ ცოტა ხანში აქაურობას ვერ იცნობთ. აქ მეგობრებო, ადრე იყო სალონი. ძალიან მოგვეწონა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სივრცე არის, გადატიხრა არ იყო. და აი აქ უნდა იყოს ჩვენი შოურუმი. ეს არის საოფისე პარტი და მოკლედ საკმაოდ დიდი სივრცე გამოდის. ესეც ასე, დავიძარით კასტელომარესკენ სულ რაღაც 9 წუთში ვიქნებით და საქმეებიც გავაკეთეთ. ვიშოპინგით, სამშენებლო მასალები ვიყიდეთ და ეხლა ვბრუნდებით, იმიტომ რომ მილა და კირა ძიძასთან არიან, ნინოსთან არიან და დარწმუნებული ვარ, მაგარ შარში არის ნინო, ეხლა სანამ მალე არ ჩავალთ. და აქვე ჩვენი ჯეტური, რომელიც რო ჩამოვდიოდით ეხლა და ახლოს რომ მოვახლოვდით, კირა მეკითხება, ეს სულ სხვა არისო? ეს რო გამოვწიე, ბავშვი გაგიჟდა, რუკაზე რო ამხელა ზღვა გაიჩითა, რომ ხო არ ხადაოფო, ვინა სიცილი დაიწოდა კისკისი სიხარულისგან. და შემდეგი დილა თქვენს ეკრანებზე. ისევ წყალზე გასვლა, ისევ ბედნიერი მილა.
და ბედნიერი კი რა, რომელსაც ვერ ვეწევით. დილიდან მაგას გვხვეწება, რომ მალე ჭამეთ წავედითო. ესეთი გიჟიქალი ყავს, რომელმაც წყლის ზემოთ ცურვა კარგად არიცეს, მაგრამ წყლის ქვემოთ მაგრა ცურავს და მაგრა ყვინთავს. აი, ესეც მე მგონი კირასავით არის. ნახე. მილა. და ეს Infinity Pool-ი არის იმენა, აი underrated-ი აქ რა, ყველაზე მაგარი ადგილი ეს არის ალბათ კასტელოში. ეს ნახე რა თქეშია, ნა. მამა, ამასობაში დავაწექით უკვე ბამბუკების მხარე, სადაც დაბლა არის ვილა რა. მოგწონს ეს სასტუმრო? როგორ დაღმართია? ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია მართლა, შეგიძლიათ თვითონ დარწმუნდეთ. ლამაზი ხედია პლუს ქვეთი. ეს კი ვილა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, კაიხანი პირდაპირ სანაპიროზე და აი ჩვენი ნომრები არის ამ ვილის თავზე, ზუსტად. და აქეთ გიორგი დანელია, ორი შვილის мама, ენტერპრენერი, იუთუბერი, სკაიდაივერი, სნოუბორდერი და კიდას ხელში ჩავარდნილი. ამასობაში ჩვენმა მეგობრებმა აი ესეთი რაღაცეები გვათხოვეს და ამის დახმარებით თევზის დავიჭირეთ. Thank you so much. ხორჯო დავიჭირე მეგობრებო, ბავშვობა გავიხსენე. არ გაუშვებ? No. მოკლედ ეს ციხის ძირი იმით არის მაგარი, რომ ძალიან ბევრი თევზი, აი ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი თევზი ვნახეთ ეს რა. უბრალოდ არ მაქვს შესაბამისი ეკიპირება და ცალკე სპორტი არის, ვიცი, რომ ეს ფრიან ან ბადით დადიან და აი ამ საყვინთებით რო თევზაობენ და ძალიან გაასწორეს მაგას თუ მოვაბამ თავს. მეგობრებო, თუ ისე კატეტარა არის, ვიღაცამ დაწერა და არ ვიცი. ალბათ ეს სახელი არის, მაგრამ ეხლა გამოვედით ბათუმის ცენტრში, ერასმოედანზე და რა თქმა უნდა დაგვერხა მშობლებს გავისეირნებთ ესე ბათუმში, ესე არ გვისეირნია, მე მგონი არასდროს რა. მეგობრებო, ნახე აჭარული ხაჭაპური. ხენკალით. მეგობრებო, რა მაგარი შამპუნებია. მაუსუნე. ლიმონის სუნია. მისუნია. ამასობაში მეგობრებო, აი ესეთ მაგარ ადგილას მოვხვდით, სადაც რაღაცებს დავათვალიერებთ ხა. მოკლედ ეს ყველაფერი არის ხელით ნახატი. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა არის ინდივიდუალური თურმე. შოპინგს რატო ვერ ვიტანიცით? აი ბევრი რომ უნდა არჩიო, ეძებო და მოკლედ ქალების საქმე უფრო მგონია, იმიტომ რომ უფრო უსწორდებათ რა. მე რაღაცა მივიდა, ნახა, აიღო, წავიდა. ხო და ეხლა აქ იმდენი კაი რაღაცა არის, რომ თეონას შეშვება არ შეიძლება და ისე მე უნდა ვარჩიო მალე რაღაცა. აქ არის გაიგო. რა თქვა? გაიგო, არაფერია. კილას არჩეული, ჩემიც რა თქმა უნდა. მამა, დედა და შვილიკო. აი ეს არის რომ მილაო რა. და ეს გადაწყვეტა ჩემთვის, კირამ და თეომ რა გადაწყვეტეს აბა? და ჩვენ ავარჩიეთ ესეთი ულამაზესი ქუდები, ერთი პანამა და ერთი კეპი. არ ვიცი თეოს უფრო მოუხდება თუ მე, ალბათ თეოს, მაგრამ მე, რა თქმა უნდა. არ გამოიყურება. ზოგადად რა თქმა უნდა კირას უხდება ყველაფერი უფრო, მაგრამ აბა, what do you think? და რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ქუდი არავის არ ექნება, იმიტომ რომ არის ინდივიდუალური, აი ესეთი ნახატები არ მეორდება. დაგვირეკეს ახლა რომ აჭარულის მასტერკლასი არის, სადაც შეგიძლიათ თქვენ თვითონვე მიიღოთ მონაწილეობა, გააკეთოთო და გამოაცხოთო, ხო და კირა ნახეთ როგორი გამწარებული გარბის, თან შია, თან აჭარულის მასტერკლასით აინტერესებს და ნახოთ მოკლედ რა გამოვა, სატარდება და ასე შემდეგ. ეს გავიმეორე, ფიქრებ რამე შევისწავლოთ, ხო კირა? ნახე რა ხელებია. ეს გადმოგვიცა. ხელი გასადა. ნუ ნახოთ აბა რა გამოგვივა ან მე და ან კირას. გულმა ვერ მოუთმინა და მაინც უთხრა რომ იქ ერთი დიდი გავაკეთოთო. გოგოებმა პატარა გააკეთეს და ხო უნდა მიხვდეთ პატარა რასთან შედარებით არის. და მაგით ვაკეთებთ ვიდეოსთვის, თორე მე მინდა მე კი არ ერწყი გადაგცდა. რამდენიმე წუთში ჩემი ხაჭაპურიც ადიქნება და გოგოებისაც და აი აგერ მაგიდასთან დავაკემონებ და განახებთ. აბა როგორია? კირა, შენ? ეს გავიდა უკვე ბოლოში. ნახე. აბა, როგორ გამოიყურება? თქვა ჩემი გაკეთებული არაა, მაგრამ არა, მე მგონი გავა. ჩემი დასაგემოვნებელი ხო არის? აუ, რა კაია, ხوار გადა. ძალიან კაია. ძალიან ცხელია, მაგრამ ძალიან კაია. Well done. ჩვენი წასვლის დრო მოვიდა, მეგობრებო, მაგრამ მანამდე და დავაბრუნოთ თევზი ზღვაში. ამიტომ მიყვავს სასწრაფოდ, რომ ძალიან ცუდად არის უკვე მეორე დღეა ჩვენთან ერთად არის და უკვე ხანდახან ტრიალდება ხოლმე. და მე კარგად იგრძნობს თავის დედიკოსთან და მამიკოსთან და თავის მეგობრებთან და კლასელებს.
ჯო, გამო, აი გაცურა. ნახე როგორ დადგა ეგრევე. ბაი, ხორჯუნა. მომენატრება, მაგრამ კიდე დავიჭერ. თამოვალ. ობა. მილას ეძინება. მოკლედ, ჩვენი ტრიპი დასასრულს მიუახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა ჩავლაგდებით მანქანაში და დავაწვევით თბილისისკენ. მილას მე მგონი მაგარი გამოცდილებები ქონდა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებს. ძალიან დიდი მადლობა გვინდა რომ უთხრათ კასტელოს, რომელსაც თბილად დაგხვდა. ძალიან მაგარი გამოცდილებები და სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაცა მოვასწარეთ ამ მე მგონი 4 დღის განმავლობაში. გართობა, პროგრამები, მასტერკლასები, დასვენება, ზღვა. წინ არის მოგზაურობა ამ ზაფხულს მეეჭუნათვე. მოვივლით რაღაც მაგარ ადგილებს, აი ჩვენ ჯეტურთან ერთად და ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კონექტის საწვავიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, როდესაც მანქანით ვიმოძრავებთ. ასე რომ შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ჩვენი არხის გადაადგილების სპონსორია კონექტი, რომლის დამსახურებითაც არსად არ ვჩერდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.